წითელი არის არა. Okay. ყვითელი არის ორივე, ვერ გადავწყვიტე 50-50-ზე და მწვანე არის კი. AI საბოლოოდ მოკლა copywriter-ის პროფესია. ყვითელი. სადაცაა ესე. ბრენდი 2026 წელს პოლიტიკურად და სოციალურად ნეიტრალური უნდა იყოს? წითელი. ცუდი პიარი, მაინც პიარია, მუშაობს ეს ფორმულა დღეს? ყვითელი. პირადი ბრენდი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე კორპორაციული ლოგო. მწვანე. 2026 წელს ბიზნესი TikTok-ის გარეშე გადარჩება? წითელი. TikTok-ი. კრეატიულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მყარი მონაცემები. ყვითელი ალბათ. მონაცემების მნიშვნელოვანია კი. სადღაც უფრო მნიშვნელოვანი? 50-50 თუ 70-30? ალბათ 50-50-ზე უფრო, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მომენტში 60-40-ზე სიმკუთხით, რომ დღეს რადგან ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი, მონაცემი არის ის, რაც ყველაზე რეალურ შედეგს რაღაც მომენტში გვანახებს. იმის იქით ბევრი რაღაც დგას, მაგრამ რაც უფრო ცვალებადია ბაზარი და ინდუსტრია, მონაცემი უფრო ხელჩასაჭიდად გაქვს, რომ რაღაც რეალური ფაქტი დასაყრდენი გქონდეს. კომსკულში სწავლა უფრო მეც ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ კარგი ნეტვორკინგი? მწვანე. AI შეუძლია კომსკულის ლექტორზე უკეთესი კურიკულუმის შედგენა? წითელი. სტარტაპისთვის ბრენდინგი უფრო მნიშვნელოვანია თუ გამართული პროდუქტი? გამართული პროდუქტი. მწვანე. მწვანე. ტექნოლოგიური განათლება საქართველოში დღეს ბაბლია? ყვითელი. ანუ ბაბლი საიდან გამომდინარე? ბევრი შეთავაზებიდან გამომდინარე და ნაკლები ხარისხით თუ რატოა ნაწილობრივ? ანუ ზოგადად ტენდენციებს როდესაც ყვებით ხოლმე და ვიცით რომ მაგალითად დღეს AI ძალიან მოთხოვნადია, ყველა ვიწყებთ, მოდი AI ვასწავლოთ. მაგრამ მან ხარისხს ურტყავს ცოტა ცუდად ეგ ამბავი და ალბათ მაგ ნაწილში უფრო.